ეს არის ძალიან მსუბუქი ნაწილაკი, ის არის სკალარული ნაწილაკი, ну просто псевдосკალარული ნაწილაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ გააჩნია სპინი, ანუ გულად აქსიონური ველის მნიშვნელობა ოსცილირებს და ოსცილირებს ძალიან ნელა. ანუ რაღაც ესეთი რო წარმოიდგინოთ და ესეთი ტიპის პოტენციალი, სადაც ეს ბურთულა არის, ეს აქსიონი იყოს და ეს ბურთულა დაგორდება და აგორდება. ანუ ამაზე გორავს. და გორავს ძალიან ნელა. იმიტომ რომ სულ ის ძალიან ბრტყელია ეს პოტენციალი. მაშინ ესეთი ტიპის ენერგია იქცევა როგორც მატერია. ანუ ეს არის ფაქტორი და აქსიონური კონდენსატი. ძალიან ბევრი აქსიონები ერთად თავმოყრილი ციფრის ყოველ წერტილში და მაშინ ეს შეიძლება იყოს ბნელი მატერიის წყარო. ეხლა არსებობს კიდევ ბნელი მატერიის ეგზოტიკური, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო კანდიდატები, ანუ მაგრამ ისინი უფრო ეგზოტიკურია, მაგრამ ყურადღება მიიპყრო, იმიტომ რომ თავისთავად ძალიან საინტერესოა, რომ ბნელი მატერია ეს შეიძლება იყოს ნაწილაკები, რომლებიც ცხოვრობენ დამატებით განზომილებაში. ანუ ეს არის სექტორი, რომელიც შეიძლება ჩვენაირი იყოს, ჩვენ გვავს, მაგრამ პარალელური მსოფლიოდან არის. ანუ დამატებით განზომილებაში წანაცვლებული მსოფლიოდან. ანუ დაახლოებით ესე რომ წარმოიდგინოთ. მიუხედავად ამისა, გრავიტაცია ჩვენ სამყაროს გამოგროვებელია, ხო? აი ეს კითხვა თვითონ, ყველაფერი არის გამოვლინებული ერთი ფუნდამენტური. როგორ მოხდა ისე, რომ გრავიტაცია ესეც სუსტია და ეს დანარჩენი ძალები ესეც გიერი, ხო? უკეთესი თეორია არ არის ამის ახსნა ყველაზე კარგი თეორია ეს არის, რომ არსებული პარალელური სამყაროები და იქ შეიძლება უნდა სხვა დარბის. დარბის თუ არის საკუთარი, მაგრამ არსებობენ დამატებით თუ არსებობს დამატებითი განსხვავებები, მაშინ ბუნებრივად იქნება. ეხლა მაგის კითხება, რომ ეს ერთადერთი ახსნა არის, შეუძლებელია. საერთოდ სხვა საკითხი შეიძლება. საერთოდ ერთადერთობის დამტკიცება. აზროვნების სფეროზე როგორ ეხლა ამ გასაგებია რაღაც მოიგონოთ. რაღაცა ვარიაცია თემას რა თქმა უნდა არსებობს, ხო?